მოგესალმებით თემა რომელსაც გავაგრძელებთ რეალურად აქ დაწყებულ პრობლემატიკას და უფრო რომ დავაზუსტო ეს ეხება ზუსტად სივრცის თემას. Ну რაც ერთ-ერთი მთავარი თემა არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მხატვრულ ფორმაზე, რომელიც გარესივრცე, ну არ აქვს მნიშვნელობა ეს ინტერიერი იქნება თუ გარესივრცე, მაგრამ განვიხილოთ თქვათ იგივე საჯარო სივრცე, ხო, რომელიც ძალიან მწვავე ხდება ხოლმე ყოველი ახალი ფორმის გამოჩენასთან ერთად და ყოველთვის რჩება ესეთი ერთგვარი უკმარისობის გრძნობა, რომ აქ რაღაცას ბოლომდე არ გაკეთდა კარგად, კარგი ანალიზი არ უძღოდა წინ მოსამზადებელი, უკვე თქვი იმის შესახებ, რომ პრობლემა არის კიდევ კომუნიკაციის სიმწირე ზოგადად საზოგადოებასთან და საზოგადოებას გარკვეულად ჭირდება ყოველთვის მომზადება იმისათვის, რომ გაიცნოს თქვათ იგივე ახალი ხელოვანი, გაიცნოს ახალი ფორმა, ერთგვარად წარმოიდგინოს აი რა ელოდება, როგორი იქნება ის ახალი ფორმა, რომელიც თქვათ ქალაქში შეიძლება მალე გამოჩნდეს, აი რას თავაზობს ხელოვანი, როგორ ხედვას თავაზობს. ამ რასაკვირველია მედია საშუალებებიც უნდა აქტიურობდნენ, მაგრამ მთლიანობაში სავარაუდოდ კანონმდებლობაში იქნება სასურველი, ძალიან ბევრი ქვეპუნქტების დამატება, სადაც პროცედურულად გაწერა, როგორ შეიძლება მხატვრული ფორმის განხორციელება საზოგადოებრივ სივრცეში, ეს უნდა იყოს ძალიან ზუსტი, ნიუანსურად დამუშავებული, ძალიან ვრცელი სამუშაო. მე ჩემს სტუმრებს წარმოგიდგენთ არქიტექტორი სანდრო ჩუბინიძე, მოქანდაკე ლიზა ეპიტაშვილი, რომელიც მონაწილეც არის თვითონ ამ კონკურსის და მინდა რომ მათთან ერთად ვისაუბროთ უფრო სპეციფიკურად, როგორ უყურებენ ისინი აი სივრცესთან მუშაობას და რა პრობლემებს ხედავენ თქვათ იგივე ჩვენ სივრცეში. Ну კიდევ ერთს დავამატებ, რომ რაც აი რა კუთხით მინდა რომ თქვათ თქვენს ისაუბროთ ამის შესახებ, სასურველი იქნება თანამედროვე პროცესები, როგორიც არის ზოგადად არა მარტო ჩვენ სივრცეში. Ну საერთაშორისო პროცესებს გულისხმობ, ხო? ეს ძალიან დიდი სივრცე არის, უამრავი რაღაცა ხდება, ჩვენ არ გვაქვს თქვათ რომელიმე ერთი ძირითადი ტენდენცია, ხო? არის უამრავი მოვლენა ხდება. და ეს თანამედროვე სახელოვნებო სივრცე კიდევ გვთავაზობს ზუსტად აი უდიდეს მრავალფეროვნებას, უკიდენგანო მრავალფეროვნებას. მასალა იქნება ეს ფორმა თუ ზოგადად კონცეფციები. და ამ სივრცეში აი როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მაგალითად ურთიერთობა ჩვენ ხელოვანებს, როგორ წარმოუდგენიათ სოფლიო პროცესებში მონაწილეობა. ეს არის მე მგონი ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ლოკალური პრობლემატიკით არ შემოვიფარგლოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ჩვენი ნაზრები მხატვრული სხვაგანაც საინტერესო გახდეს, სხვისთვისაც აქტუალური იყოს და სხვა სივრცეშიც გამოჩნდეს. და თანამედროვე ქანდაკებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პროცესებს ხო, ну რაც გამოიკვეთება ძირითადად, ეს არის აი მხატვრული ფორმების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ ადამიანების, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში. ჩვენთან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ერთგვარი ესეთი დისტანციური მოდელი ქანდაკებასთან ურთიერთობის, რომ ქანდაკება მარტო მემორიალს ხო არ გულისხმობს, არა, ის შეიძლება აბსტრაგირებული ფორმა იყოს სხვა სივრცეში, სხვადასხვა ტიპის სივრცეში, სპეციფიკურ სივრცეშიც, რომელიც შესაბამისად ითხოვს აუდიტორიისაგან, სხვა ადამიანებისაგან, არა მოქანდაკეებისაგან გარკვეული ტიპის ურთიერთობას, ხო კავშირებს, როგორ აღვიქვავთ ჩვენ ამას და ჩვენ ცხოვრებაში როგორ მონაწილეობს ეს მხატვრული ფორმა. აი სანდროს მინდა ვკითხო ამის შესახებ, თანამედროვე არქიტექტურა და ქანდაკება.
სივრცის ორგანიზება მხატვრული ფორმის ირგვლივ. Აი შენ რა გეჩვენება განსაკუთრებით აქტუალურად და შენს პროექტებზეც რო გითხრა. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო დასმული. მოგესალმებით დამსწრეებს. ვფიქრობ, რომ თანამედროვე არქიტექტურა და ქანდაკება არის განუყოფელი აბსოლუტურად ერთმანეთისაგან, უფრო მეტსაც ვიტყვი. შეიძლება გარჩევაც კი გაჭირდეს, განსაკუთრებით პოსტმოდერნულ ეპოქაში, ქანდაკებასა და თქვათ შენობას შორის პლასტიკური კუთხით ბუნებრივი. ეს ვიზუალს რო შევეხოთ. და იყო პერიოდი, თქვათ მე რაღაც გარკვეულ შემთხვევებში, როცა ქანდაკება გამოდიოდა ხოლმე რაღაც დამხმარე ან და თანაკომპოზიციის წევრი, თქვათ. მაგრამ სინამდვილეში ამ პერიოდმა გაიარა და დღეს ცოტა განსხვავებული სურათი გვაქვს. და ალბათ სასურველია, რომ თქვათ თანამედროვე ქართულ რეალობაში ამ ტრენდს აუყვეთ ალბათ ხელოვანები და ამ შემთხვევაში არქიტექტურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაკისრებული იმ კუთხით, რომ მან უნდა შექმნას თავის პროექტებში ბუნებრივია სტიმული და პლუს კიდე სივრცეები თქვათ ნებისმიერი ჟანრის ქანდაკებისთვის, რომელიც თქვათ აუცილებელია იმ კონტექსტისთვის, სადაც თქვათ შენობა შენდება. ამ ხრივ არქიტექტურს აქვს ეს ბერკეტები სპეციალური, თავისთავად. თუმცა ადრეულ პერიოდშიც იყო ახლა მსგავსი შემთხვევები, თქვათ ავიღოთ იგივე მუზის ქანდაკება, ხო? იგი არის ალბათ ორგანული ნაწილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის და ხდება დიალოგი შენობასა და ქანდაკებას შორის ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალმხრივად შეიძლება დავინახოთ. ეს არის ძალიან კარგი დიალოგი არქიტექტურის და მოქანდაკისა მათ შორის. ამავდროულად ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი შეიმლია, რომ გაჩვენოთ, წარმოგიდგინოთ, მიუცებთ ამ სუფლებას. ეს არის იდეა, ასე ვთქვათ, კონცეფცია, ეს არ არის მუშა პროექტი ბუნებრივია, დასრულებული და ეს გახლავთ ქალბატონ ნინო გუჯაბეძის ხელოვნებაცოდნის კურატორობით შექმნილი საპროექტო წინადადება თქვენ მონამორჩილმა იგი არქიტექტურულ კონტექსტში დაამუშავა და ნახეთ რას გულისხმობ, მე მგონი შევძლებ ჩვენებას ვიზუალის, ხომ? თუმცა როგორ შეიძლება იცით, თქვათ, იყოს საუბარი, თქვათ, თქვენი საუბარი და პარალელში ვაჩვენებ. კარგი. აი ლიზა, თქვენ ხარ გვეტყოდით, თქვენ რას ხედავთ, თქვათ იგივე ქალაქის სივრცეების გარდა, თქვათ, აი თანამედროვე მოქანდაკეებს, სად შეიძლება საქართველოში კიდე იმუშაოს? სივრცეში. აბსოლუტურად შეგეძლო. ყველაფერს რაც თქვით და რა თქმა უნდა ქალაქის სივრცეში და ალო ეს აპრობირებულია უკვე და უცხოეთში უკვე დიდი ხანია, ესე იგი ამ ტიპის ქანდაკებები დგება და უფრო მეტი კომუნიკაბილურობაც აქვს მოსახლეობა და ამას პრინციპში დრო უნდა დღევანდელ დღეს. ანუ არ უნდა იყოს მხოლოდ მიზღვნითი ძეგლები, არამედ აი არტ ფორმები იქნება ძალიან საინტერესო. აი როგორც ახლა სანდრომ თქვა, რომ აი ერთ-ერთად ძალიან საინტერესო იქნება და ესეთი ტიპის ქანდაკებები. ლიზაში იყო ესეთი ძალიან საინტერესო ფილმში ესეთი გამოფენა იყო, მაგრამ ამ გამოფენიდან მერე შეარჩიეს ნამუშევრები და დიდი ხნით იყო. ანუ ეს უფრო დროში გაწერილი და საინტერესო. უკაცრავად. და კიდევ აი მაგალითად გერმანიაში მუნსტერში არის ეგეთი ის რომ მთელი წელი ესე იგი მთელ ქალაქში კეთდება ესე იგი ქანდაკების გამოფენა. ანუ ესე იგი ეს მართალია ძალიან იშვიათად ხდება 10 წელიწადში ერთხელ, მაგრამ აი ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა. ეს მე გვაჩვენებს მაგალითად კიდევ რა შეიძლება და რა თქმა უნდა სასურველი იქნება დიდი, ეხლა ესეც რო გახდეს, თქვათ იგი ყოველწლიური, ანუ მე შეიძლება ქანდაკების ბიენალეს სახეც მიეცეს, ხო? თუნდაც თქვათ ყოველწლიურად შეიძლება რთული იყოს ამისი განხორციელება, თუ მასშტაბებში გაიზრდება ეს პროექტი.
ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ძალიან საინტერესო არის, მრავალ ქალაქში არსებობს აი ქანდაკებების პარკები. აი ეს ცნობილი ისტორიული პარკების თანამედროვე ვერსიები, ზოგან ეს დროებითი პროექტებია, ზოგან უფრო ესეთი ხანგრძლივი ან მუდმივი ესეთ გააზრებით და კიდევ კერძო ინიციატივები, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით ძალიან ისეთ შორეულ ფანტაზიად გამოიყურება. მაგრამ მე ერთი ძალიან კარგი პროექტი ვიცი, რომლითაც მართლა აღფრთოვანებული ვარ, ეს არის ბიზნესმენის მოყვარულის კერძო ინიციატივა, ეს არის ბრიტანელი ბიზნესმენი გიბსი, რომელმაც იყიდა, ამას შესაძლებლობები მას აქვს და იყიდა ახალ ზელანდიაში უზარმაზარი ტერიტორია საოცარი ლანდშაფტებით. და ეს უზარმაზარი ტერიტორია არის შევსებული, იქ შესაბამისად იმ ლანდშაფტისა არის შერჩეული ძალიან კარგი ნიმუშები, ესეთი მასშტაბური ინსტალაციების. ეს არის მართლა საოცარი სანახაობა, აი ლანდშაფტთან როგორ შეიძლება მხატვრულმა ფორმამ დღეს იურთიერთოს. და თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაც ადამიანს უჩნდება ესეთი მოსაზრება და თან ამის შესაძლებლობაც აქვს განახორციელოს. ეს ინფორმაციის დონეზე მაინც როგორ ცნობილი გახდეს ჩვენთან, იქნებ ვინმეში გამოიწვიოს მსგავსივე სურვილები, ესეც კარგი იქნება. თუმცა ეს პრაქტიკა რო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. აი სანდრო გვეთქვი. კი ბატონო. შენ მისვლა მომინდეს ეკრანთან. აი ახლა თქვენ ხედავთ ძვირფასო მეგობრებო საპროექციო ეკრანზე აი ამ პარკის ვიზუალურ გამოსახულებას. მოდით კონკრეტულად მოგახსენებთ რა მდგომარეობასაა აქ ადგილი. ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გადასცა გარკვეული ტერიტორია, საუბარი არის ვარკეთილის რაიონზე, ეს არის პრაქტიკულად ყოფილი სკვერი, ამ დაშილებულად უფრო დიდი და მასშტაბური სივრცეც კი არის ვიდრე უბრალოდ სკვერი და ქალბატონ ნინოს იდეით და ამ შემთხვევაში მე როგორც არქიტექტორი ამ იდეას სრულიად შევყევი ბოლომდე, განისახეთ რომ შეგვექმნა კონცეფცია ქანდაკებების ბაღისა, ასე ვთქვათ. აი თქვენ ხედავთ, პრინციპში ეს არის კონტური აი ამ ტერიტორიის, ხოლო გარკვეული კვანძები, რომელიც საკმაოდ ღრმა კონცეფციებზე არის აგებული, წარმოადგენს დროებითი ქანდაკებებისთვის განლაგების გარკვეულ ტოპოსებს, რომელიც რაღაც გარკვეულ კონტექსტს ქმნიან. არა. სხვა პარკზეა საუბარი. კი შეიძლება დაემთხვა, კი ბატონო. აი ესეთი უცნაური მომენტია. ეხლა როგორც არქიტექტორმა მე ვიმუშავე უფრო საკუთრივ აი ამ ბაღის, ამ პარკის, ამ ლანდშაფტის ქსოვილზე პირველ რიგში, რადგანაც ვერ შევქმნიდი რამე კონკრეტულ კონტექსტებს ქანდაკებისთვის, ვინაიდან და რადგანაც ეს ქანდაკებები უნდა ყოფილიყო დროებითი. და თავისთავად უნივერსალური გარკვეული კვანძები უნდა შექმნილიყო და აქედან გამომდინარე ეს თავისუფლება მქონდა. პლუს ამისა ჩვენ განზრახული ქონდა რაღაც გარკვეული ღრმად აბსტრაგირებული პავილიონების თქვათ აშენება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც მსგავსი კონფერენციების მოწყობა, შეხვედრები, აქვე იყო რაღაც მცირე ბიბლიოთეკის და მედიათეკის თქვათ სივრცეები და რა თქმა უნდა რეკრეაცია. ანუ ეს იყო არქიტექტურის ხელოვნების რაღაც ერთგვარი ექსპერიმენტული ურთიერთობის, ასე ვთქვათ, პროდუქტი, შეიძლება ასე ითქვას. და თუ კი ახლა ვთქვათ, მოხდება დაფინანსება, ძალიან დიდი და საინტერესო ობიექტი გვექნება. ბუნებრივია ესკიზი შემდეგ კიდე დაიხვეწება, ეს იყო პირველადი მონახაზი, შეიძლება ასე ითქვას, სადაც ჩადებულია შრეებად პრაქტიკულად მთელი ხელოვნების ისტორია, სტრუქტურა, ასე ვთქვათ. ალბათ მე-20 საუკუნიდან შემდეგ, აი მაგალითად ეს მთელი ეს უჯრედისები რომლის ცენტრებში ხდება ქანდაკების თქვათ მონტაჟი აგებული არის მალევიჩის არქიტექტონების საფუძველზე და პლუს კიდე რაღაც გარკვეული ფენებიც არის შესული, რაღაც აზრობრივი კოდები შეიძლება ასე ითქვას. ძალიან ვარ გამიგრძელდეს საუბარი. გადავცემ ძვირფას კოლეგებს მიკროფონს. მადლობა სანდრო, შეკითხვა ხო არ გექნებათ ამ პროექტთან დაკავშირებით ამ იდეებს? კონკრეტულად ქანდაკებების
აჰა, კი ბატონო, ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 3-4 თვის ან დაახლოებით 9 წლის განმავლობაში უნდა დამდგარიყო სხვადასხვა ავტორების ქანდაკებები. ეს იყო რეალურად პარკის საგამოფენო. აქ მუდმივ ექსპოზიციაზე საუბარი არ არის. ხოლო შენობები თავისთავად მუდმივი იქნებოდა. საკუთრივ ავტორებმა უნდა მოიტანონ თუ ამას გულისხმობთ. კი ბატონო, ძალიან მშვენიერი, ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა. საუბარი არის დაახლოებით საშუალო მასშტაბში, დაახლოებით 5-6 მეტრი მაქსიმუმ. რა მხრივ? უამრავი პრაქტიკა არსებობს მსგავსი პატევის. ანუ მე რამ ხედულობაში ალო ხო რას ანუ სოფლიოში მიღებულია აი სიმპოზიუმების ანალოგი უამრავი გამოცდილება მაქვს ანუ 5 მეტრიანი ქანდაკება შეიძლება ამისათვის არის ძალიან დიდი ძალისხმევა მასალას გააჩნია მასალას გააჩნია და ვინ შექმნის ამას თავისთვის სახლში და მოიტანს და იქ დადგავს ძალიან შეიძლება მონტაჟი ადგილზე მონტაჟი ადგილზე აწყობა და მონტაჟი არ არის საუბარი აუცილებლად კლასიკურ მასალებზე ქანდაკებას დიდი დრო უნდა და რა თქმა უნდა ხო ეს ადვილი დასაკეთებელი ამიტომ ყოველთვის ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს მე თვითონ ემარიდან იაპონიიდან საფრანგეთში და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან მასშტაბურია ემარში მოწყობილი ყველა მიცი დუბაის პატრონაჟი იმით მოწყობილი დუბაიში სიმპოზიუმი სადაც შეიქმნა ნამუშევრები და მერე უკვე მოგებული ქანდაკებები ამ გარკვეულ ადგილებში დაიქმნა ასე გამარჯვებული ასე ეს პრაქტიკა არსებობს რადგან ჩვენც შევქმნით ასეთი პრაქტიკა მაგრამ ძალიან ძნელია დაფინანსება. რა თქმა უნდა, დაფინანსება ყველაფრის ძნელია. ამაზე კარგი რა უნდა გაკეთდეს. კი. მაგრამ აი გაითვალისწინეთ რომ ვთქვათ მე იაპონიაში ასეთი პრაქტიკა მქონდა. რომ გიყვებით აი რა ხდება სოფლიოში. ანუ მინიშნება იყო გამარჯვებულ ნამუშევრებზე დაიქმნებოდა რამდენიმე პროვინციები. დიახ. ვთქვათ მე მომიწია ჩემმა ნამუშევრებმა მანსუს ემილიო გრეკოს და როჯეტის ალეაში დგომა. ანუ პატივი დაძეს და ასე მოხდა. ქუთაისში არის ანალოგი, ბატონი ვახტანგ დავითაია იყო ამ პროექტის ავტორი, მახსოვს შექმნილი ნამუშევრები შემოქონდათ საბჭოეთი იყო. იგმებოდა რაღაცა 2 წლით, 3 წლით, ხო. და აი, სუსვა. ანუ ეს ქანდაკებები იკავებდა თავის ადგილს, მე რაღაცა პერიოდის შემდეგ მიუჩენდნენ სხვა ადგილს. ეს არ იკარგებოდა ეს ქანდაკება. ანუ ის ამფითეატრი თუ ის პოდიუმი იყო სპეციალურად შექმნილი, რაღაცა გარკვეული დროისთვის. ასე რომ აი საფიქრებელია როგორ შეიქმნება აქ ეს ქანდაკებები. ტექნიკა დღეს უკონკურსო და ტარდება ხო სიმპოზიუმი აუცილებლად კონკურსი უნდა გაიაროს მე უკვე იმ პირობას უქმნიან რომ იქ ის ქანდაკება ადგილზე შეიქმნას თუნდაც საპლენერო სივრცე იქმნება იქ შეიქმნება და აქ დაიდგმება ძალიან მისასალმები ტექნიკის ამბავია შეიძლება ასე ითქვას უბრალოდ აი 5 მეტრიანი ხო ეს ცოტა მზარავს ბატონებო აი აქ მოტანილი ნამუშევრები იცით როგორ თვეობით და რაღაცა ისეთი პერიოდებია ისე არ იქნება ხო იცით არა და აუცილებლად თუ ამ პირობას შექმნით შედევრები გაკეთდება ნახეთ ხო რა შესაძლებლობები აქვს ქართულ მოქანდაკეებს ხო იმიტომ ყოველთვის კითხულობენ აი ჩინეთში განსაკუთრებით დიდი ქანდაკებები იქმნება და ამისი უამრავი ავტორები ყავს საქართველოს ჯონი გოგაბერეშვილის სახით ვალერი ჯიქიას სახით და
არიან კიდე მხატვრები. ანუ რა სკოლა გაქვთ ასეთიო? გესმით? და ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს გამოფენები აქ რაც მოეწყო, ხო? ეს იქნება ძალიან ხშირად და მეტი შესაძლებლობები ექნება მხატვრებს, რომ სტიმული ჩდება. თუ უსტიმულო ძალიან ძლიერად ბევრს არ შეუძლია. რა თქმა უნდა. ბევრი გადადებს თავის თავს და მუშაობს, მაგრამ უამრავ შემთხვევაში სხვა მიმართულებით მიდიან, ასე რომ მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ სულ ყველას, ვინც აქ ეს დაამკვიდრა ამ ეტაპზე. მე ასე მგონია, რომ ეს დამკვიდრდება და ძალიან დიდ შედეგებს მივიღებთ. ძალიან კაი პროექტია. ასე რომ მოქანდაკეებთან თუ გავივლით რაღაც აი ამ პრობლემებს, ხო? ძალიან კაი შედეგით დამთავრდება. ლოგისტიკური პრობლემები დავარქვათ ამას თუ დიდებულია, ასე რომ გილოცავთ. მადლობა. ეხლა მთავარია გამოჩნდეს და ფინანსება ხარდაჭერა. ჯერჯერობით არის ძალიან ის ვიწრო წრეში გაკეთდა პრეზენტაცია. არ არის მაინც და მაინც ახალგაზრდა პროექტს დაუბრუნდა 60 წლის წინანდელ თემაზე და ალბათ გავაკეთებთ ამასაც. არა სამი. იცით რატო გეკითხებით, იქნება ეს წარედგინოს მერიას, იმიტომ რომ ისევ და ისევ უბრუნდებით ქალაქის გეგმას. ეს თუ ჩაიწერება და პრინციპია ესეთი ადგილების გაჩნდება არა მარტო სკულპტურისთვის, არამედ ზოგადად მულტიფუნქციური კულტურული სივრცეებისთვის იქნება ძალიან კარგი და თქვენ ძალიან კარგია რომ ეს იდეა შეიმუშავეთ და ვიწრო წრეში იმაშვებით ვჟელობთ, მაგრამ იქნებ უფრო გავიდეს. ხო, იმიტომ რომ მე ხა რატო გკითხეთ, იცით, ის პარკი, რომელიც გაშენდა ვარკეთილში სამწუხაროდ მე იქ არა ვარ ნამყოფი, არ ვიცი ერთადერთი ვიცი რომ სამინისტროს საექსპერტო კანდიდატების საექსპერტო საბჭოზე იყო წარმოდგენილი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი. ხო, ნუ ხა ამ შემთხვევაში მემორიალზე არ საუბრობ, უბრალოდ იქ ორჯერ შემოვიდა ეს განაცხადი. რატო? ერთხელ იყო რაღაცა ადგილზე დადგმული. მერე აღმოჩნდა, რომ პარკის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის დროს იქ რაღაცა წყალგაყვანილობის რაღაცა საკომუნიკაციო კვანძი იყო, იმაზე დადგმა არ შეიძლება და მერე ადგილი შეუცვალეს და ეს უკაცრავად ძეგლების ჩამოტარება ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ თუ ძეგლი იქმნება, ის უნდა იქმნებოდეს კონკრეტული სივრცისთვის, ლოკაციისთვის და ის ლოკაცია უნდა იყოს შერჩეული, თუნდაც პარკი იყოს ზოგადად მოცემული, მაგრამ კონკრეტული წერტილი, დასმის წერტილი უნდა იყოს შერჩეული. ამიტომ თუ თავიდანვე არ არის განკუთვნილი ადგილები სკულპტურებისთვის, აი ეს აქეთ-იქით ტარების და ჩოჩელის თემა იქნება სულ რა. და ეს კონცეფციაში თუ დევს, რა თქმა უნდა, ხა ის იმ კონცეფციით თუ მოხდა რეაბილიტაცია არსებულის და გადაკეთება, ეს ხო არის. ამიტომ იქნება ეს პროექტი წარადგინოთ მერიაში რა. ხო, ძალიან ისეთი თემაა მნიშვნელოვანი. არა, მართლა მნიშვნელოვანი თემაა და თუნდაც აი აქ გამოტანილი სკულპტურები, რაც არის რამდენიმე ნამდვილად არის საპარკო და თან ძალიან მაღალ ხატრულ დონეზე შესრულებული და რატომაც არა. თან ამას აქ ძალიან საინტერესო ურბანული და კულტუროლოგიური დატვირთვა. ჩვენ გადავიდეთ აგვეტანა კულტურული ცენტრი ქალაქის პერიფერიაში. მონი აქაც არის მის და მაგიტომ გამოვედი ესე. აი ახლა ისმის. ესე იგი, აქ იყო ჩადებული კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მცირე ნაღმი გაიგაგებით, რა თქმა უნდა, ურბანულ კულტუროლოგიურ კონტექსტში, კერძოდ რა, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ეს რაღაც გარკვეული კულტურული დაწესებულებები უნდა იყოს ქალაქის ცენტრში, როგორც რუსთაველის გამზირი, ხო? აქ პირიქით ხდება, ჩვენ გავიტანეთ ეს ობიექტი პერიფერიაში, გარეთ. არ არის საჭირო, რომ ყველაფერი იყოს რა თქმა უნდა, ეს რაღაც ამ მომენტშიც აქტუალური თუ შეიძლება, მეც ვიტყვი, ძალიან მიხარებ პირველ რიგში, რომ შუა რუსთაველზე და თავისუფალზე არ იქნება, იმიტომ რომ ქალაქი, რა ვიცი, ჩვენ ქალაქი კარგად ვიცი, რომ კი არიზდება, იჭედება. ხო და კიდევ ერთხელ რაც მიხარია ამ პარკთან დაკავშირებით, თუ იქნება საშუალო მართლა მანქანაკებები გამოიქმნოს მომავალში. როგორც ხედავთ, ერთადერთი აქტიური სტუდენტი, ვინც დღეს აქ მოვიდა ქანდაკების წარმოადგენა, თუნდაც არქიტექტურის
სფეროდან წარმოდგენილი ვარ მარტო მე და რეალურად ეგ ბავშვების ბრალი არ არის. უბრალოდ ეგ არის იმ ინიციატივების ბრალი, რომელიც იმ ბავშვს რა ყოველ შემთხვევაში თავს ღირებულად არ აგზნობინებს რა. ანუ კონკრეტულად რას ხსნი? ისეთი ვარიანტი თუ გაიჩნდა რომ იქნება რაღაც სივრცეები როგორიც ეს ეგ არა აუცილებლად მე მაინც ამ სივრცეზე ვილაპარაკეთ მაგრამ ეს ძალიან კაი აზრია რაც კეთდება მე მაგის აბსოლუტურად მომხრე ვარ მაგრამ შეიქმნას ისეთი სივრცე სადაც მაგალითად თუ მაგალითად ბაკალავრის დიპლომის არა მაგრამ მაგისტრატურის დიპლომის დამთავრებისას ბავშვი რომელიც შექმნის ნამუშევარს მაგას რაღაც ის პასუხისგებლობა მაინც კონდეს ნამუშევარი ისეთი შექმნას და ყოველ შემთხვევაში სულ ისეთი და ამ დროს ვარიანტის კონდეს ისეთი რომ ის ნამუშევარი იყოს ან მასალაში წარდგინებული და მე ქალაქში განთავსებული ანუ ის შეიქმნას ისეთი პარკი ან ყოველ შემთხვევაში სივრცე არ არის აუცილებელი მაგალითად ვაკის პარკი იყოს და რავი კუსტვა და ასე შემდეგ შეიძლება რაღაც ახალი სივრცე შეიქმნას ქალაქი ის გაშენიანება ხო როგორც ხდება ხო და მანდ დაემატოს ისეთი ახალგაზრდების ნამუშევრები ანუ ეს შეიქმნას სივრცე სადაც სადიპლომო ნამუშევრები იქნება წარდგენილი და ნუ ეხლა თუ დროებით შეიძლება რომ მაგალითად თუნდაც ამ ეხლა წარმოდგენილ სივრცეში განთავსდეს და თუ არა და მე მომავალში უკვე რაღაცა რაღაც დაიდგა ზუსტად იმ ადგილი უპოვონ რა ასე ვთქვათ მე ანუ ამ თემაზე თუ ვიფიქრეთ ჩემი აზრით ძალიან დავეხმარები სტუდენტებს იმიტომ რომ დღეს აკადემიაში თუ ვინმეს გაინტერესებთ ქანდაკების სახელოსნოში შეხვიდეთ ეგეთი სავალალო მდგომარეობა ქანდაკებაზე ალბათ მის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ანუ არ არის კარგად სიტუაცია ქანდაკებაზე თუ ეგეთი ინიციატივები ბევრი იქნება მაშინ ცხადია ქანდაკების ფაკულტეტიც გაიზრდება და მეტი დაინტერესება იქნება და უფრო მაღალი დონე იქნება მე მომავალში ქანდაკებას მადლობა ყოველდღიურს კი ბატონო, გეთანხმებით ჩადებული არის ამაში ეს, რომ თქვა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა და არა მხოლოდ ქანდაკებების, სხვადასხვა ვიზუალური ხელოვნება უფართოესია მოგეხსენებათ. თვით პერფორმანსების თქვა წარმოდგენის ადგილებიც არის განსაზღვრული. ანუ რეალურად ეს არის თითოეული ხდომილება არის ჩაფიქრებული, რაც შეიძლება ხელოვნებასთან იყოს დაკავშირებული. მათური თეატრალურიც, მუსიკალური წარმოდგენაც კი. კი, აი მთავარი ერთადერთი მართლა რაზეც ანუ არ ვიცი, ყველა უნდა ვიფიქროთ ის, რომ ანუ აკადემიას როცა ამთავრებს სტუდენტი, ხო, რაღაცა მოკლენ ვადიანი მაინც ბუფერული ზონა უნდა კონდეს, რომ სადღაც რაღაცის გაკეთება შეუძლია, იმიტომ რომ აკადემია რომ თავდება, აი თითქოს აი როგორ მოხდა იზი, ჩააბარე აკადემიაში რაღაც ესე, ჩაქვსეს რაღაცა ტრანსპორტში, ეს 4 წელი, 6 წელი გატარეს და უცებ გაგიღეს კარები და გადმოგაგდეს ისეთ ადგილას, სადაც შენ საერთოდ საჭირო არ ხარ. ანუ ვინ ხარ, რა ხარ, ანუ დაჟე ანუ არც აღიქმავენ, ანუ როგორც შენ რაღაცა იცი. გამოდის ისეთ რომ ისეთი პროფესია გაქვს, რომელიც არაფერში არ გჭირდება და ეგ ძალიან ცუდი არის. ძალიან მტკივნეულია კი ბატონო. ერთი წუთი თუ შეიძლება ბაიტე ლიზამს უნდა დაამატოს სწავლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით რა შეიძლება. მდგომარეობაზე, მაგრამ ამაში შეიძლება შემოქმედებითი სახელები, რომელიც ადრე იყო ასე. ანუ რომ დაამთავროს აკადემია, შეიძლება გაგრძელოს ის დრო არის და დაფინანსებოს ასევე მაღალი. და ნუ რა თქმა უნდა სტუდენტები როცა იმონაწილეობენ ასევე აღმოჩნდა. ეს ძალიან დიდი საქმეა. და ასევე შეიძლება გავიდეს სტუდენტის რომელიც დაამთავრა აკადემია, ის დიპლომი ან მაგისტრატურის ასე იქნება. ძალიან საინტერესო იდეა მე ორი სიტყვით შევეხები. ესე იგი, ჩერესეთი ბექამ რაც პრობლემა დასახა ამაზე ჩვენ შესვენების მერე სპეციალური ბლოკი გვაქვს, სადაც პედაგოგები ილაპარაკებენ სწავლების პროცესების ხარვეზებზე და ავკარგიანობაზე, მაგრამ მე მინდა ვთქვა, ხახნო, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა ეს, რომ სანდროს წარმოდგენილი პროექტი ხათუნა ისე თქვა მინდა იცი რომ ესეთ რაღაცეებზე ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ ხმას ვერავინ ვერ იღებს იმიტომ რომ არა აქვთ ამის რესურსი არა აქვთ ამის შესაძლებლობა არც ინტელექტუალური არც პოტენციალური ზოგადად არის ძალიან დიდი სიმდიდრე ეს რომ გამოდის ახალგაზრდა კაცი და სტუდენტი ეხმიანება და რამხელა ენერგია ამაში წარმოვიდგინეთ ხალხო რას შესაძლებლობები გვაქვს ნებისმიერი კიდაც ტურისტული კუთხით კიდაც ზოგადად სააზროვნო ფილოსოფიური კუთხით რამხელა საშუალებების გახსნა აი ელემენტარულად ესეთი პარკის მოწყობა რა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვართ ესე ჩვეულებრივ ვართ რომ გამოდის ადამიანი და რაღაც გენიალურ რას ამბობს მე მეორე გენიოსი გვერდზე უზის და რაღაცას ასე და თითქოს არც არაფერი მაგრამ ეს არის უმაღლესი კულტურული დონე
ცივილიზაციურ თხევანდელ ცივილიზაციაში რა. თუმცა აი ჩვენ ვართ რაღაც აქ რამდენიმე კაცი შეკრებილი და რაღაც ქცივა ცოტა რაღაც, მაგრამ პირველად რა შევიკრიბეთ, ეს ძალიან მაღალი დონეა. აი ცოტა ესეთი მაჟორული ნოტა მინდა შემოვიტანოთ თქვენს იმაში, აი გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. კითხვა მინდოდა დამესვა, ეს აკადემიას გადაეცა ეს ტერიტორია, ხო, რამდენადაც თქვით? დიახ. კიდე, აი ბატონმა ჯუმბერმა როგორც აღნიშნა რა, აი ძალიან ბუნდოვანია ეგ მაგ პროექტის განხორციელება იმ თვალსაზრისით, რომ ეს 5 მეტრიანი ქანდაკება, თუნდაც 5 მეტრიანს რო თავი დავანებოთ და იყოს ნატურალური ზომა 2 მეტრიანი, 2 მეტრა და 20 სანტიმეტრიანი ქანდაკება, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ქვეყანაში, ვისაც შეუძლია რომ ეს ქანდაკება გააკეთოს, შეასრულოს, თუნდაც ძალიან მარტივ გარდამავალ მასალაში, მოიტანოს, განათავსოს და მეორე უკან წაიღოს რა. და აი ესეთი რაღაც უცბად გამიჩნდა ესეთი იდეა და ბექარო ლაპარაკობდა ამ სადიპლომო ნამუშევრებთან დაკავშირებით ამ პარკში განთავსებაზე. აი როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, იქნება შემდეგ ეტაპზე ჩვენი შეხვედრის ბატონი ლევანი, გურამი და დავითი მოვლენ ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს სამხატვრო აკადემიაში სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით და აი ესეთი პრობლემა იყო ჩემს სტუდენტობის დროსაც და გრძელდება დღესაც. მეც რაღაც დიდი ხნის წინ არ დამემთავრებია აკადემია. ძალიან კარგი იქნება თუ იარსებებს რაიმე სივრცე, სადაც ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებისთვის რა. იმიტომ რომ მე მაგალითად ისე დავასრულე ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლა განათლება, რომ ერთი პრაქტიკული კურსი გქონდა 10 დღიანი. და ისიც ხდებოდა აკადემიის ეზოში რემონტის დროს, ვინაიდან და რადგანაც სხვა რაღაც ისეთი სივრცე აკადემიას არ გააჩნდა რა და აი მაგ ესეთი მსგავსი დიპლომების განთავსებისთვის, პრაქტიკების ჩასატარებლად ხეში, ქვაში, რა ვიცი, გასადიდებლად რაღაც ნამუშევრებისთვის იდეალური იქნება. უბრალოდ რაღაცა ძალიან სამუშაო სივრცე იქნება ეს რა, აი რაღაცა ესეთი პრეზენტაციული სივრცე არ გამოვა თუ რაღაც მსგავსი პროექტი გაკეთდება და აი დიპლომებისთვის მართლა იდეალური იქნება, რომ რაღაცა ეს დიპლომები განთავსდეს, მოხდეს ამათი ექსპოზიცია და თან ცვლადიც იქნება, შესაძლებელი იქნება, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ავტორების დიპლომები გამოიფინოს. კი, იდეალური იქნება. კი ბატონო. მეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რა თქმა უნდა, აი ამ თემაზე, ბატონო ჯუმბე. ხო, აი ასეთი ამბავია. პერიფერიებზე იყო საუბარი რა, პერიფერიებზე. ხო და მე პირადად გლდანში გავედი ერთი 7 წლის წინ, ვაკეში გქონდა სახელოსნოები ყიფშიძეზე და იქ უკვე მუშაობა არ შეიძლებოდა რაღაცა და ყველაფერი მივატოვე, გავყიდე პატარა რაღაც სახელოსნოზე და ჩემი ბინა გავყიდე და ვიყიდე კერძო ეზოიანის სახლი. რომელშიც მე უკვე აშენებული იყო, მაგრამ მე ბევრი ძალისხმევა დამჭირდა გავაკეთე ეს ყველაფერი. და აქ დამხვდა ჩემდა საბედნიეროდ და საციხარულოდ დიდი ქვის მარაგი რა, ეროვნული კლდის საშუალო და დიდი ნატეხები და აი ამ ქვებიდან მე დავიწყე კეთება აი ამ ქანდაკებების. ხო და შემოფარგლული მაქვს ჩემი ეზო, ჩემი სახლი, ხილიც გავაშენე, ყველაფერი, ყურძენი, ყველაფერი და მინდა რომ რაღაცაერად ყურადღება მიექცეს. მე ახლა მუდმივი მაცხოვრებელი არა პირადად და ჩემი დრო იწურება და რაღაც მინდა რომ გაკეთდეს ისეთი რაღაცა, რომ ქანდაკების მუზეუმი პერიფერიაზე გლდანში რაღაც მიექცეს ყურადღება და იყოს საზოგადო ხალხისთვის და ტურისტი იქნება, რაც იქნება, აი ტბებთან ვარ, მე ტბებთან, დიდ და პატარა ტბებთან, მაისურაძის ქუჩაზე. თუ იმეს დაინტერესებს, არა, შეუძლიათ მობრძანდნენ და მესტუმრონ ვარ
მაისურაძის 46 და ჩემი ნამუშევრები ეზოშიც მაქვს, კერძო სახში გამოფენაც მაქვს და რაღაცა და მართალია ახლა იქ ხალხი ცოტა ვერ არის აი ამ სფეროებში გარკვეული, მაგრამ ეს იმიტომ არის საჭირო, რომ თაობები, ახლები რომ მოდიან, ძალიან ინტერესდებიან და ძალიან უნდათ, რომ ასეთი რაღაცები, წერტილები იყოს თბილისშიც და თბილისის გარეთაც, რა თქმა უნდა. ხო და რა ვიცი, ჩემი თხოვნა იქნება თუ იმეს დაინტერესებს ეს ამბავი, მესტუმროს ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია აი ამ ამბავზე წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რას ვაკეთებ და რა არის იქ გაკეთებული. აი ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა. მადლობა. ბატონო? მასკინდობა ზვირი ხوار დაგიძინე. აბიჯება. მე ხალხ შევდე, ხალხ. რომ თუ რა მოვიდე, იმიტომ რომ ისეთ გარეთ დაწევა. რომ კი, მაგრამ საფუხარო ეხლა აი ამ კოვიდმა და ამბავმა სტუმრიანობა შეზღუდა და მე ვარ ძალიან მოწყენილი. ამიტომ სტუმარი არის ჩემი კარგით. კიდევ ხომ არ უნდა იმეს რამის დამატება ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ გასაგებია რომ სერიოზული პრობლემა არის თქვათ იგივე ქანდაკების სწავლების თვალსაზრისით, პროგრამული ცვლილება, ესეთი. ხო, ნუ პრაქტიკა, ხო. ნუ ამას კიდე ცალკე დიდი პროექტი ჭირდება, რომელიც თქვათ იგივე ეს უკვე ესე ვთქვათ ცალკე საკითხიც არის და განათლების სამინისტროს სხვა კომპეტენციებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ პროგრამული ცვლილება რომ საჭიროა გასაგებია, ხო ამას მე თვითონაც შევხვედრი ვარ ადრე სტუდენტებს და ეს სერიოზული პრობლემაა რამდენი ხანია. უშუალოდ იქ მუშაობა და ამასთან ერთად კიდევ სტუდენტებისთვის რა თქმა უნდა სასურველი იქნება კიდე ცალკე პროგრამა არსებობდეს, რა თქმა უნდა კარგი სტუდენტებისთვის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის. რომ არის უამრავი, ნუ რამდენიმე ყოველ შემთხვევაში ძალიან ცნობილი ესეთი სახელოსნოებია, სადაც ნუ ცალკე ჩამოსხმა ხდება, ცალკე ვთქვათ ისეთი სხვადასხვა მასალაში მუშაობა და აი ამ პრაქტიკებს რო გაეცნონ და იქ გაიარონ, აი ეს თავიდან ბოლომდე აკადემიაში რაღაცა ახალი სისტემის შექმნა ეს ნართული იქნება და როცა არსებობს სხვადასხვა ადგილებში, ხო, შეიძლება ამ კომუნიკაციით სარგებლობა და ვთქვათ რაღაცა საკითხისთვის სადმე გაუშვათ, ხო, კარგი სტუდენტები. აი ესეთი მენეჯმენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ვთქვათ თავიდან ბოლომდე ახალი სისტემის აშენება ამ წუთში. ნუ პროგრამა თავისთავად გულისხმობს. მართლა შეწუხება გამოვიდა. ისმის ხორეცი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ვფიქრობ და ძალიან ბევრ რამეზე ყველას ღრმად დაგვაფიქრებს, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ეპოქაში და დროში მოვყევით, რომ სამწუხაროდ ბევრ რამეს ვერ გავწუდით და ბევრი დანაშაული ჩავედინეთ ქართული კულტურის წინაშე. ეხლა მეთქვამია რომ ჭკვიანია სხვის შეცდომებზე სწავლობსო და სურვილი საკუთარზეც არაო. მე აღარასო და აღარ მინდა რომ გამოვიდეს რაც ჩვენ დაუნებურად თვითონმა ჩვენგან ალბათ, მაგრამ ვინ ვაკითხებოდა დაუშვით ის რაც დაუშვით. ამან დაილეცა ნიკოლაძის ჰორელიეფები იმელზე, განადგურდა იგივე ლენინის ქანდაკება, იგივე ორჯონიკიძის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა იყო მინდა პატარა ექსკურსიული ჭრილი, იმიტომ რომ თუ თქვენთვის არ არის ცნობილი, მაინც მინდა რომ იცოდეთ რაზეც მე ხელი მიმიწვდა და რაც მე ვიცოდი რომ ხდებოდა. უნდათ არამც თუ ნიკოლაძის ჩამოსხრევა მთლიანად იმელის დაანგრევა, ხო? ამაზე ჩვენ ძალიან სერიოზული წერილი შევიტანეთ კულტურის სამინისტროში და შევთავაზეთ ესეთი წინადადება.
რომ არამც თუ დავანგრიოთ იმელი, არამედ გავაქციოთ იმელის ეზო საბჭოთა ქანდაკებების მუზეუმი ადრესი გამოცდილებაც ჰქონდა მშვენივრად ვიცით ბალტიის ქვეყნებს და ისიც ვიცით რომ ლენინის ქანდაკება ატარა ერთმა მილიონერმა ამერიკაში გადაიტანა და მერე სათხაც გარდაიცვალა სამწუხაროდ და დარჩა რაღაც მოედანზე და იმ მოედანზე რაც კი პატარა კაფეები იყო მილიონერად იქცნენ ის კაფეს მფლობელები ყველა მიდიოდა და ნახულობდა ლენინის ქანდაკებას და ამის წყალობით ამას ჩვენ დაბეჭდებით ვწერდით სამინისტროს და დაუშვებელი იყო იმელის შენობის ხელის ხლება დაუშვებელი იყო ამ ქანდაკებების ასეთი რბოლა და განადგურება და ეს მუზეუმი აუცილებლად სისტემაში ჩაფლულიყო სტალინის მუზეუმთან ერთად თუ ჩვენ გვაქვს იმისი პრეტენზია რომ ვართ ტურისტული ქვეყანა რომელიმე თუნდაც ჩვენს გვერდზე მყოფ ერს რო ყოლოდა სტალინი რას იზავდა წარმოგვიდგენია ხო ჩვენ რაღაცნაირად თვითგანადგურების რეჟიმიდან ვერ გამოვდივართ და ამას უნდა სერიოზული გაანალიზება მომავლისთვის მაინც მე აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდებო თქვენი აი ესეთი მონდომებით და ჩანაფიქრით. იქნებ აწინაინც მოვახერხოთ ეს ყველაფერი რომ ნაბიჯ არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. უღრმესი მადლობა. კიდევ მქონდა ერთი ძალიან წვეტიანი აზრი იმასთან მიმართებაში რომ ლისის ტბის ზევით იყო ყოფილი, თუმცა ეს უკვე ჩავნილია ისევე როგორც ის აფეთქებული ქანდაკებები, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ უნდა ვთქვათ ამ განადგურებულზე, რომ შემდგომში აღარ დაგვემართოს ესეთი რამე, რა ვიცი, შეიძლება ზედმეც ვლაპარაკობ და ბოდიშს გიხდით. იქ იყო ძველი ტაქსების გარაჟი, ეგრეთ წოდებული ტაქსების გარაჟი, 1-5 წლის წინ ჩატარდა ზუსტად თქვენ მშვენიერმა ახალგაზრდებმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ჩაატარა ეს ჩვენ ჩუბინაშვილის ცენტრში კონფერენცია და მაშინ ვთქვი ეს ჩემი ოცნება რომელიც სამწუხაროდ ასევე გაქრა რომ ეს გარაჟი ჩვენ ვიცით უცხოეთში არის ამის გამოცდილება ხო ყოფილიყო ბუდეთ ასე ვთქვათ მხატვრებისთვის დათმობილი იქ ვებერთელა და ეს უკვე ეთყობა გაიყიდა და ინვესტორმა ყველაფერი დაშალა და იქ მოასწორეს იქაურობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი წინადადება, გისურვებთ წარმატებებს და რა ვიცი, აი ყველაფერი ეს გავიაზროთ, რომ აღარ გავანადგუროთ საკუთარი ხელით ის მაგ კი არა ბოდიშით რა კიდე გამახსენდა ერთი რამე ჩვენ ახლა ჩუბინაშვილის ცენტრი ვახორციელებთ ქანდაკების პროექტს რომელმაც მთელი მე-20 საუკუნის ქანდაკება საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და როდესაც მუზეუმის ფონდებთან გქონდა საქმე ისინი დაგვხვდნენ დაჩაგრულების საოცრად დაღმაღვილებულები იმის გამო რომ ექსპონატები ფაქტობრივად ხელიდან აქვთ გამოცლილი და ახლა რა ხდებოდა თურმე არაც სახსენებელ საბჭოთა დროს როდესაც ქანდაკება ვიცით ჩვენ რომ საშემოდგომო საგაზაფხულო გამოფენებზე შესყიდვა ხდებოდა ქანდაკებების ხდებოდა ჩამოსხმა ამ ქანდაკებების და სპილენძის მასალაში და გადიოდა თაბაში რჩებოდა საქართველოში და გადიოდა ეს ასევე რუსეთის მუზეუმებში უნდა ვეძებოთ ახლა ჩვენ ეს ქანდაკებები და ჩვენთან რაც მოხდა კიდე გახსოვთ რომ იქ შეიპარნენ ვიღაცები და მეწავდა მარტო იმიტომ რომ ეპოვათ სპილენძი ამიტომ ჩვენი ეს ამ პერიოდის აი რაც არის 50-იანი 60-იან 70 80 განადგურებულია თითქმის ყველაფერი ასე რომ მე ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და მუხლჩაოხრელ შრომას და ბრძოლას და თუ ჩვენ აი რა ვიცი უბრალოდ რამე შეგვიძლია რა თქმა უნდა დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა ამ შესანიშნავი პრეზენტაციისთვის უკაცრავად ცოტა გამიგრძელდა ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეჯამება გამოგვივიდა ქალბატონი მარიამის რეზიუმე იყო ესეთი ყოვლის მომცველი მე ერთს დავამატებ, ეხონდაც აღინიშნა აი კომუნიკაციის პრობლემის შესახებ საზოგადოებასთან და რესურსი ადამიანური ტალანტების ჩვენ ყველა თანხმდებით ამაზე რომ ნამდვილად არის მაგრამ აი ეს პრობლემა გვაქვს ხო მედიასთან უნდა ვითანამშრომლოთ ალბათ რომ ნუ არ ვიცი თქვენი პროექტი როგორც გაგრძელდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ამისი სასურველია რომ ეს მხარე განვითარდეს
ფართო საზოგადოებამ გაიგოს ამის შესახებ, ამ ხელოვანების შესახებ, მათი ნამუშევრების და გაიცნოს ისინი, რომ მერე მათთვის არ აღმოჩნდეს რაღაცა ისეთი სიურპრიზი ხოლმე, რომ აი რა დაიდგა უცებ და ეს ვინ არის და რა არის და მერე ეს არ გადავიდეს რაღაცა პოლიტიკურ სპეკულაციებში. აი ეს მხარე რომ საერთოდ გამოეთიშოს, რომ ესა და ეს მოქანდაკე ვთქვათ, რომელიღაცა მხარე იყოს და რომელიღაცა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდეს, ეს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი რამენაირად უნდა მოვაქციოთ უკან და ხელოვანებს შემუნარჩუნოთ ის, რაც მათთვის მთავარია, ხო, თავისუფლება. ნუ აი ამეთი დავასრულებდი, თუ შეკითხვები და კიდე რამე არ არის, შეგვიძლია ალბათ დავასრულოთ. დიდი მადლობა და უნდა შეგახსენოთ, რომ ეხლა ცხადდება შესვენება, პატარა წახემსების საშუალება გვაქვს, თუ ცხელი ჩაი და ყავა მივირთვათ რაღაცასთან ერთად, იმიტომ რომ ამ დარბაზში აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო გრილა ვიდრე გარეთ, მზიანი ამინდია. შეგახსენებთ, რომ ცოტა კალორიების დამატება დაგჭირდება იმისთვის ეხლა, რომ შემდეგი თემა, რაც იქნება ცოტა სანერვიულო თემაა, არის ბატონი გელა და ბატონი არჩილი. თამონაც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ თამონა ვერ მოვიდა. მერიაში კომისიის მუშაობის, ასე ვთქვათ, განხილვა იქნება რა და ამისთვის მომემზადოთ, გავიხსენოთ ის პრობლემები, რომელიც მერიის კომისიის მუშაობასთან გვაქვს დაკავშირებული. ეხლა შევისვენოთ. Bon appétit.